ნორმალური სახელმწიფოს და ნორმალური ხელისუფლების პირობებში საქართველოში მოსკოვის მექანიზმი საერთოდ არ უნდა მოქმედებდეს. ის რომ გახდა ამ მექანიზმის ამოქმედება აუცილებელი. ის რომ მანამდე ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია იგივე თემაზე. არის უპირველეს ყოვლისა ტრაგიკული, ეს ძალიან ნათლად გვაჩვენებს სადამდე მიიყვანა მდგომარეობა ქართულმა ოცნებამ და რამდენად არაადეკვატური მმართველობის პირობებში გვიწევს ჩვენ დღეს ცხოვრება. დღეს, როდესაც საქართველოს უნდა საუბრობდეს ევროკავშირთან მოლაპარაკების თავების გახსნაზე, მაშინ როდესაც ჩვენ დავსაუბრობდეთ ევროინტეგრაციის გაღრმავებაზე, ჩვენ ვდგავართ ერთ რიგში რუსეთთან, ნიგერთან და მესამე არის საქართველო. ამ ქვეყნებზე იყო დღეს დებატები ევროპარლამენტში, აი ზუსტად ამ ადამიანის უფლებების და ზოგადი მდგომარეობის კუთხით. მოსკოვის მექანიზმი კიდევ უფრო უარესი არის. წინა სპიკერმა ისაუბრა სერბეთში მიმდინარე მოვლენებზე, ვისაუბრეთ ცენტრალური აზიის ავტოკრატიულ დიქტატურებზე და ახლა გამოდის, რომ ზუსტად იგივე მექანიზმი ქართული ოცნების ქმედებების გამო არის ამოქმედებული საქართველოსთან მიმართებით.